როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ხვალ არის საერთო სახალხო მარშის დღე. ყოველ შაბათ დღეს არის საერთო სახალხო მარში. ამავდროულად ხვალ სტუდენტი ახალგაზრდობა გეგმავს თესეუს ეზოში შეიკრიბონ და მარშით გამოემართონ ჯერ და შეუერთდნენ საერთო სახალხო მარშს და მათთან ერთად რომ ყველა გადმოინაცვლოს შემდგომ პარლამენტის ეზოსთან. ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია იმიტომაც რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პირველი მარშია, როცა უნდა დაუმტკიცოთ საზოგადოებას, ამავდროულად რეჟიმსაც, რომ ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებასაც არ ვეგუებით, უცხადებთ დაუმორჩილებლობას და ჩვენ აუცილებლად სწორედ იმ ფორმით ჩავატარებთ მარშს, რომელსაც ვატარებდით წინა შაბათ დღეებში. ანუ ჩვენ ხვალ აუცილებლად დავიკავებთ ხალხის რაოდენობის შესაბამისად ქუჩის გარკვეულ ნაწილს და წამოვალთ მარშით პარლამენტის შენობისაკენ. მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ხართ აქციებზე და ასევე იმათ, ვინც არ დადიხართ აქციებზე. ხვალ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საკადრისი პასუხი გავცეთ. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ამის ორგანიზატორები არიან სტუდენტი ახალგაზრდები. მშობლებს მოგიწოდებთ, პატიმრების ოჯახის წევრების მშობლებს, როგორც ადრე დაკავებულებს, ისე 4 ოქტომბრის შემდგომ დაკავებულებს, მობრძანდეთ თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის წევრების, პატიმარი ოჯახის წევრების ბანერებით, როგორც გაზაფხულის აქციებზე, ისე ჩაუდგეთ წინ მარშს და აი ესე ხალხმრავალი საერთო სახალხო მარშს წინ წაუძღვეთ და ჩამოვიდეთ პარლამენტის ეზოზე. გთხოვთ ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალურად ბერნი ვიყოთ, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა იმ საკანონმდებლო მახრჩობელ კანონებს, რასაც ღებულობს რეჟიმი. მადლობთ.